დაკავებულია ყოფილი ქართველი მაღალჩინოსანის ოფიციალური თბილისი ჰოლანდიურ მხარეს კუდის ექს-ჩინოვნიკის გიორგი დგებუაძის იგივე მასტერას გადმოცემას თხოვს. ამ მიზნით საქართველოს პროკურატურამ ნიდერლანდების სამეფოში უკვე გაგზავნა საექსტრადაციო დოკუმენტაცია. წამების თავისუფლების უკანონო დახკვეთისა და არაერთ გახმაურებული საქმის გამო ინტერპოლის მიერ ძებნილი დგებუაძე ჰოლანდიელმა სამართალდამცავებმა 19 ივნისს აიყვანეს. თამარ გოგესაშვილი ცდილობს ახლა დამატებითი დეტალების დადგენას. თამარ, უფრო კონკრეტულად როდის ელოდება ოფიციალური თბილისი ჰოლანდიიდან პასუხს ექსტრადიციის შესახებ. თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მთავარი პროკურატურის ინფორმაციით ამ დროისთვის იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორში და ის ელოდება სამართლებრივ პროცედურებს, რომელიც უკვე დაწყებულია. ქართულმა მხარემ ნიდერლანდების სამეფოს უკვე გადაუგზავნა დოკუმენტაცია, რაც საჭიროა ექსტრადიციისთვის, ასევე იმ საქმის მასალები, რომელზეც ბრალი აქვს წარდგენილი გიორგი დგებუაძეს, იგივე მასტერას, თუმცა ჯერ უცნობია კონკრეტულად როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. დგებუაძე პროკურატურის ინფორმაციით ჰოლანდიელმა სამართალდამცავებმა ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს 19 ივნისს. მას საქართველოში ბრალი 2 ეპიზოდზე აქვს წარდგენილი. ერთი ეპიზოდი ეხება გიორგი დგებუაძის გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციაში მუშაობის პერიოდს, რა დროსაც მას ედავებიან თავისუფლების უკანონო დახკვეთას, ასევე უფლებამოსილების გადამეტებით წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელშიც ფიგურირებს დგებუაძე, ეს არის ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე. მთავარი პროკურატურა მას ედავება 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას ჯგუფურად. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი სასამართლოში და არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. გიორგი დგებუაძის დაკავება მოხდა 19 ივნისს და იგი დააკავეს როგორც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი. კერძოდ იმ ბრალდებების საფუძველზე, რაც მას საქართველოში აქვს დაყენებული და რის საფუძველზეც გამოცხადდა მის მიმართ წითელი ცირკულარი საერთაშორისო ძებნა. მოხდა ნიდერლანდების სამეფოში, იგი ამ ეტაპზე ჩვენი ინფორმაციით გადაყვანილია შესაბამის საპატიმრო დაწესებულებაში. ყველა საექსტრადიციო დოკუმენტაცია ჩვენს მიერ გაგზავნილია ნიდერლანდების სამეფოს იუსტიციის სამინისტროში და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწოდებული მასალების განხილვა. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არის პილოტის 2 სისხლის სამართლის საქმე, რასთან მიმართებაშიც ძალიან ვახსენე და მოთხოვნილი იქნა ექსტრადიცია. სხვა სისხლის სამართლის საქმე, სადაც იგი ბრალდებული სტატუსით იქნებოდა წარმოდგენილი, ამ ეტაპზე არსებობს. გიორგი დგებუაძის დაკავების შესახებ მედიით შეიტყო მისმა ქართველმა ადვოკატმა ირაკლი გრძელიშვილის განცხადებით, დგებუაძემ საქართველოს დატოვა 2012 წლის 20 სექტემბერს, მაშინ როცა გავრცელდა ეგრეთ წოდებული ციხის კადრები და როგორც ადვოკატი აცხადებს, დგებუაძემ ჰოლანდიაში მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. დაკავებულის ინტერესების დამცველის თქმით, არ არსებობს საქმეში ფაქტობრივი გარემოებები, რაც შესაძლოა გახდეს იმის მიზეზი, რომ ჰოლანდიურმა მხარემ უარი უთხრას დგებუაძეს პოლიტიკურ თავშესაფარზე. ის ადვოკატი ამბობს, რომ შესაძლოა არ მოხდეს მისი ექსტრადიცია სწორედ ამ მიზეზის გამო. გიორგი დგებუაძე კარგი ხანია იმყოფება იმ ქვეყანაში, სადაც მეზგი მოხდა მისი დაკავება, ან ჰოლანდიაში. იგი ითხოვს თავშესაფარს. ეს გამოწვეული არის ეს მოთხოვნა არა მხოლოდ იმისთვის, არა კი არა მარტო იმისთვის, როგორც არაერთ საინფორმაციო საშუალებებში დღეს გაიზრდა და ინტერნეტით ვრცელდება ინფორმაციები, რომ იგი არჩევნების შემდგომ იქნა არჩევნების შემდგომ გადაკვეთა უბრალოდ საზღვარგარეთ და დათაახალა იასთან ერთად დავიდა საზღვარგარეთ. ეს არის სავსებით არასწორი ინფორმაცია. მან არჩევნები კარგი ხნით ადრე გადაკვეთა საზღვარი, აქედან გამომდინარე ნამდვილად არ იყო ცნობილი ის გარემოება თუ ვინ გაიმარჯვებდა არჩევნებში და ეს მისი გადასვლა არ უკავშირდება, ესე ვთქვათ, ამ არჩევნების წაგებას იმდროინდელი ხელისუფლების, როგორცაც ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ საინფორმაციო სააგენტოები. ჯერ უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ცნობილია, რომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის არსებითი განხილვა გიორგი დგებუაძის ბრალთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივლისს არის ჩანიშნული. თბილისიდან ჰოლანდიაში გაგზავნილ საექსტრადაციო მასალებზე თამარ გოგესაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.